მაშასე ჩემგან ხელმარჯვნივ გიორგი ძნელაძე არის 17 წლის იწონის 61 კილოგრამს გიორგის სიმაღლეა 176 სანტიმეტრი ის წარმოადგენს სინცაძეს დოჯოს ბათუმიდან გიორგი ძნელაძე გიორგის მედოქე საბა მარკელია მებრძოლი წითელ კუთხეში საბა არის 15 წლის მისი სიმაღლეა 174 სანტიმეტრი ის იწონის 60 კილოგრამს საბა ვარჯიშობს კოლხეთში სუგდიდი საქართველო საბა მერკელია ორივე გამოსილი მებრძოლი არის საბა მარკელიას ბაზა არის კლასიკური კიკბოქსინგი ხოლო ძნელაძესი არის კარატისტი ის არის კარატისტი კონტაქტურ კარატეში არის კლასებში შორის ნახოთ აბა გიორგი ძნელაძე როგორ ბრძოლა შემოგთავაზებს კარატე კიკბოქსინგი კარგი მავაში ახლა მარკელიასგან აპკიკზეც მუშაობს მარკელია მეორე ნომრად არის მარკელია მაგრამ ძალიან აქტიურად მუშაობს და იჭერს თითოეულ მოძრაობას აი აპკიკს მუშაობს იგრძნო რომ მუშაობს ეს დარტყმა აი ჰედკიკს დააყოლა ახლა კომბინაცია აი ფეხი ატკინა ნამდვილად დაუზიანა ახლა ფეხი კარგად აქვს ეს დარტყმა და მუშავებული მარკელიას შესანიშნავად უყავს ახლა ძნელაძეს თუმცა ცაცი ამ დგომში არის მარკელია და აქედან უკანა ფეხს ძალიან ძლიერად უშვებს კიდევ თითქოს იტანს ამ დარტყმას ძნელაძე თუმცა ეს თავის გრძელვადი ამ პერსპექტივაში ეს თავის შედეგს გამოიტანს უნდა შეცვალოს ახლა მეორე მესამე რაუნდი უნდა შეცვალოს დგომი აი მოძრაობაზეც უკვე ფეხს ვერ დგავს ნორმალს. კარგად ხმარობს ძნელაძე ფეხებს, მუშაობს ძირითადად ტანში დარტყმებზე. იგრძნო მარკელია მისი სუსტი ფეხის შესახებ, ნატკენი აქვს ფეხი, აი მუშაობს. კარგად მუშაობს ახლა მარკელია კომბინაციურ შეტევებს. ძლიერი ჩუდანი მუცელში. ძირითადად დიახ ჩუდანზე მუშაობს, თუმცა უკანა ფეხით არიტყობს თითქოს ძნელაძე ამ დარტყმებს. რა თქმა უნდა, უკანა ფეხით მუშაობს კარგად მარკელია და უკანა ხელით ასევე შემიძლია ვთქვა. კარგად იყენებს. ისევ ძლიერი დარტყმები მარკელიასგან. კარგი მცდელობა აქვს. თელობა თუმცა კარგი პასუხი იყო ახლა ძნელაძესგან. ის ძნელაძეს იტანს და ესეთ მომენტებში უნდა შეუტიოს და დაიჭიროს ძნელაძემ უფრო იქითაც ეხლა ლოუ-ქიკი გაუშვა ძნელაძემ. საკმაოდ ძლიერ დარტყმას მუშაობენ ორივე მებრძოლი, მინდა აღვნიშნო. ფეხებით კარგად მუშაობენ. კარგი მუცელშია, კარგი დარტყმა. გაცვლა იყო ფეხის და ხელის. აი, შესანიშნავი კროსი მარკელიასგან. შედარებით გახსნილი არის ახლა რასაც ხედავთ მარკელია და იჭერს მოძრაობას, კარგად ხედავს დარტყმებს. ძნელაძე შედარებით წინ მიდის, უნდა რომ მიპრესოს მოწინააღმდეგე. კარგი მუხლი იყო აქ, მუხლი გაუვიდა ახლა მარკელიას ეს დარტყმას და იგრძნო როგორც ძნელაძემ ასევე მოსა. მაგრამ იქითაც შესანიშნავად პასუხობს ხელები და ძლიერი გასვლები აქვს. ცირე შოუ აქვს მარკელიასგან. კარგი ბრძოლა იყო მართლა სანახაობრივი, ტექნიკური ბრძოლა, დარტყმების ტონაჟმაც იმატა როგორც ხედავთ. უნდა დაწყნარდნენ ახლა მებრძოლები, არ უნდა აპრენ ემოციებს, ნამდვილად. სტილიც განსხვავებული აქვს ორივე მებრძოლს. დამეთანხმება იქა რომ ეს ემოციებზე აყოლა არ აისახება თუნდაც მებრძოლებზე. უბრალოდ არ აისახება კარგად მებრძოლებზე. ანუ როდესაც არ ფიქრობს შეცნომას უშვებ და შეცნომაზე
თვითონ მარკელია უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება. კი, ასე მგონია მეც შედარებით გახსნილი არის და უფრო თამამად მუშაობს. შევხედოთ როგორ გადატეხავს აბა მეორე რაუნდს ძნელაძე. ამხნევებენ მებრძოლებს აუდიტორია ამხნევებს აპლოდისმენტებით დაიწყო მეორე რაუნდიც. ვერავინ ერთმანეთს ჯერჯერობით. კარგი ფუშკი აქვს აბასგან. აი მდგომს იცulis ეხლა რა საცხი და ძნელაძე მდგომს იცulis ზოგჯერ. ისევ ძლიერი low kick. აი ორიანებსაც კარგად უთხრამს მარკელია. კი განსაკუთრებით უკანა ხელს კროსს უსვამს. თითქოს გაზდის ეს დარტყმები. ძნელაძეს აი ცელში შესანიშნავად გვიძლშიც გაუსინჯა. ჩასმულს ურტყამს თითოეულ დარტყმას. უტევს ძნელაძე ძირითადად ფეხებით მუშაობს, բայց კიოკუშინის სტილი და ბაზა შეეფერება კი. და აქედან გამომდინარე ურჩევნია ახლო ბრძოლაც, რასაცხედო. კარგი ლამაზი დარტყმა იყო, უბრალოდ ვერ მიაღწია მიზანს. ისევ აუღევლებლად მუშაობს მარკელია და ასევე ძნელაძე. კარგი low kick-ია, კარგი მუხლი. თითქოს ბექა ძნელაძემ თითქოს უფრო ამოქაჩა პირველ შედარებით, აქტიურდა, თითქოს ცდილობს გადატეხოს ეს ბრძოლა. არ ვიცი, ელოდება მარკელია თუ შედარებით დაიხალა და აღდინას კარგი მუხლი გაატარა თავში. თუმცა საინტერესო ორთაბრძოლა არის, მართლა ჩამხრევი, კარგი იყო აქ მიცელში. მარცხენა ხელი. მარკელია ღვიძლს უმიზნებს, უნდა რომ იქიდან დაუზიანოს ის ადგილი. აი ცოტა ხანი რაღაც დაივიწყა ეს ფეხი. ნატკენი ფეხი მოწინააღმდეგის მარკელია. დამეთანხმები ალბათ კიოკუშინის მებრძოლისთვის მუცელში. აი ხო რა თქმა უნდა. მუცელიდან გათიშვა არ არის მარტივი ამბავი. რთულია ნამდვილად. კარგი ბრძოლაა სხვათა შორის. თითქოს აღღო ახლა ძნელაძემ. კარგი შესანიშნავი დაუშინეთ. მარკელიასგან იაწვა, იგრძნო ის ამ დარტყმებს გრძნობს ძნელაძე და მარკელიამაც იგრძნო ის ყოველივე. 10 წამი დარჩა. ეხლა უნდა გააქტიურდნენ მებრძოლები. 10 წამი დარჩა. 10 წამი დარჩა, ხო. გაუგრეობაში იყო ძნელაძე. ყოველ წამში შეიძლება შედარებით უპირატესობა ქონდა მარკელიას, მაგრამ საერთო ჯამში ეს რაუნდი ბევრად კარგად იმუშავა. პირველ რაუნდთან შედარებით. ნახოთ რომ საჯების თვალში როგორი მოქმედებს ეს გარდატეხა ასე ვთქვათ და როგორ შეაფასებებს საჯები ამ რაუნდებს. ბატონო დაველოდოთ ახლა მესამე რაუნდს. რას ეტყვიან თქოს მიუცემ თავს უფლებას და შეიძლება იყოს 1-1 ამ რაუნდებში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მესამე რაუნდი გადაწყვეტ ყველაფერს. კი. მესამე რაუნდის ბოლოს შედარებით უკეთესად იყო მარკელია ჩემი აზრით, აი გამძლეობის მხრივ და ორივე მებრძოლი საკმაოდ კარგად გამოიყურება ახლა მესამე რაუნდისთვის. ისევ მარკელია შორ პოზიციაზე დგას, შორი დამუშავოს. უფრო ფრთხილობენ მებრძოლები. აი აქ აფეთქება სადა ეხლა ძნელაძემ.
აი მე დიდად არან ვერ რისკავენ მებრძოლები. ხო, რისკავენ. ეთამაშებიან თითქოს ერთმანეთს, გადაუგდებენ თითო დარტყმებს, თითო ორობა დარტყმებს. ეს არ არის კიკბოქსინგში ქულა. გიორიანი მარკელიასგან. კარგი აპერკოტი ეს გაატარა, კარგი აი ორიან დარტყმებს მუშაობს რა მარკელია, რასაც უკვირდებით. აი ატყუებს, ჯებ, აპერკოტი. ეთამაშება და აფქიკი ისევ შეახსენა მარკელიამ თავის. ფეხები გააქტიურა ეხა და საკმაოდ ძლიერად ურტყამს. ძალვაზდებს თითოეულ დარტყმაში მარკელია. მაგრამ მაინც წინ მიდის მართლა მაგარი ბრძოლა არის და კარგი მცდელობა იყო აქ ერთისთვის მარკელია ემუშავება მაგრამ უკან არ მიდის ძნელაძე აი არანაკლებ მუშაობენ დარტყმებში და ზოგადად არანაკლებ იბრძვიან ვიდრე პროფესიონალი მებრძოლები აქვთ პოტენციალი აი მოზომილი დარტყმები აქვს მებრძოლები გახდნენ კი ბატონო გეთანხმები 100%-ით. უაზროდ არ იქნებენ ხელს, რასაც ისიც აუღნიშნოთ ბექა რომ ძნელაძეს კიოკუშინის ბაზიდან გამომდინარე კარგად მაინც მაგრად დგას კაერთი კიკბოქსინგში ხა მარკელია პრო კიკბოქსინგის მებრძოლი არის თავის სტიქიაში ასე ვთქვათ ბავშვობიდან ბაზა კიკბოქსინგი იყო მისი დაღვა ხო აიღავდნენ მებრძოლები უნდა კარგი ლოცისგან კარგი ლოუკი იყო მოაწვა ახლა რასაც ხედავ ძნელაძე აი მესამე რაუნდში ძირითადად ეს უპირატესობები ბოლო 10 წამი არის ახლა ვნახოთ რა მოხდება მარკელიასკენ არის ხან ძნელაძესკენ არის და კარგი გაგზნობინა ახლა ძნელაძე მეს დარტყმა და რა დარტყმა არ გავიდა ეს დარტყმა უკნიდან და მართლა აპლოდისმენტები შესანიშნავი ორთაბრძოლა იყო და ნახოთ აბა საჯები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თანაბარი ბრძოლა იყო აი გარკვეულ მომენტებში პირველი რაუნდი ჩემი აზრით მარკელიამ წაიღო მეორე და მესამე რაუნდი აი მესამე რაუნდზე არის უფრო დამოკიდებული ბევრი რაღაცა. ან თითქოს ახლო ბრძოლა იყო პირველ მეორე რაუნდებში და აი მესამე რაუნდი გადაწყვეტს ყველაფერს. კონდათ მებრძოლებს სამივე რაუნდის განმავლობაში საკმაოდ კარგი მომენტები, რასაც მებრძოლებს ხო გამოცხადით მსაჯთან მაშა ასე მეგობრებო ამ ძალიან დაძაბულ და ძალიან თანაბარ ორთაბრძოლაში საჯებმა თავის სამსახური შეასრულეს ქულები დაითვალეს და გამოავლინეს გამარჯვებული და ეს არის მებრძოლი წითელ კუთხეში საბა მარკელია აი მაგა საბა მარკელია სამშობლო ბრძოლაში ვართ მე მინდა გთხოვოთ გიორგი ძნელაძე აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ და გავაცილოთ ალბათები გიორგი ძნელაძეს მის გზაზე მის კარიერაზე ნამდვილად აქვს მე კი საბასთანოა საბა ძალიან შთამბეჭდავი იყო მეორე ნომრად ძალიან კარგად იმუშავე მეტოქეზე რა სიტყვი მე მგონი ფრიად სასტიკი და მრისხანე დარტყმები ქონდა დიახ პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ამ გამარჯვებისთვის ასევე აქ ყოფ ყველა ადამიანს რომელიც მოვიდა საგულშემატკივროდ ჩემ მეტოქეზე ხოლო რასაც ვიტყვი ძალიან კარგი ბიჭია და მომავალში წარმატებებს უსრულებ ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მაქს ვაი სამოყვარულო ლიგას შემდეგში უფრო კარგი ბრძოლით დაგიბრუნდებით ჩვენ სამასველით
კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები დაუთმოთ საბა მერკელია მეგობრებო. მადლობა გადაუხადოთ ბიჭებს ასეთი ორთაბრძოლისთვის და ასევე გამას და მაქს ვაიტის ორგანიზაციებს